ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რატომ არის ზოგი ქვეყანა წარმოუდგენელად მდიდარი, ზოგი კი თითქოს მუდმივ სიღარიბეშია ჩარჩენილი და ეს ისიც არა უბრალოდ რაღაც რიტორიკული კითხვა, ეს არის გამოცანა, რომელიც საუკუნეებია კაცობრიობას მოსვენებას არ აძლევს. დღეს მოდით ვცადოთ და ამ გამოცანას სრულიად ახალი განსხვავებული კუთხიდან შევხედოთ. ეს კითხვა ხომ იცით, ბევრად ცდება მშრალ ეკონომიკურ ციფრებს. საქმე ეხება მილიარდობით ადამიანის რეალურ ბედს, მათ შესაძლებლობებს, მათ ოცნებებსა და რა თქმა უნდა მათ მომავალს. ამიტომაცაა, რომ ამ თემაზე საუბარი ხშირად ძალიან ემოციურია და მყარ პოლიტიკურ მრწამსს ეფუძნება. ალბათ ყველაზე ხშირად გაგვიგია ასეთი პასუხი. ვიღაც იმიტომ გამდიდრდა, რომ სხვები გაწარცვა, ექსპლუატაცია, კოლონიალიზმი, მაგრამ მოდით დავფიქრდეთ, რა მოხდება თუ ეს პასუხი ზედმეტად მარტივია. ეკონომისტი თომას სოუელი სწორედ ამას გვათავაზობს, რომ სიმართლის საპოვნელად ბევრად უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ ისტორიაში, გეოგრაფიაში და თვითონ კულტურაში. მოდით აბა ჩავყვეთ მის ლოგიკას და ვნახოთ სადამდე მიგვიყვანს. მოდით დავიწყოთ იმით, რასაც ხშირად საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას. თუმცა ის ფაქტობრივად ყველაფრის საფუძველია. აბა, დაფიქრდით, რა კავშირი უნდა კონდეს მთებსა და მდინარეებს ერის ეკონომიკურ ბედთან. როგორც აღმოჩნდა, უზარმაზარი. ეს არის გეოგრაფია, ის უხილავი ძალა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ცივილიზაციებს. უბრალოდ შეხედეთ ამ ორ კონტინენტს. ერთი შეხედვით ეს ხომ უბრალოდ რუკებია, მაგრამ სინამდვილეში ეს ორი სრულიად განსხვავებული ისტორიული გზაა. ევროპის ეს დანაწევრებული სანაპირო, უამრავი სანაოსნო მდინარე და ბუნებრივი ნავსადგური საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა იაფი ტრანსპორტის წარმოუდგენელ ქსელს. და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს არა მხოლოდ მეტვაჯრობას, არამედ იდეების, გამოგონებებისა და კულტურის მუდმივ შეუჩერებელ გაცვლას. და სწორედ აქ ვხედავთ გეოგრაფიის ტრაგედიას. როდესაც ბუნება შენს წინამდეგ მუშაობს, როგორც ეს აფრიკის შემთხვევაში იყო, სადაც მდინარეების სავსეა ჩანჩხრებით და სანაპირო ზოლი სწორია, შენ ფაქტობრივად იზოლაციაში რჩები. და ეს იზოლაცია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ვაჯრობის შეზღუდვა. ეს არის კარი, რომელიც იკეტება გარესამყაროს ცოდნისა და ინოვაციების წინაშე, ანუ იმ ყველაფრის წინაშე, რაც განვითარების მთავარი საწვავია. კარგი, გეოგრაფია გასაგებია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ხომ ყველაფერი არაა. მოდით გადავიდეთ მეორე, კიდევ უფრო მძლავრ ფაქტორზე. სოუელის აზრით, ერის ნამდვილი სიმდიდრე მიწის ქვეშ კი არ იმალება, არამედ თვითონ ადამიანების გონებასა და ჩვევებშია. ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი პარადოქსია, ხომ? აიღეთ იაპონია და შვეიცარია. თითქმის არანაირი ბუნებრივი რესურსი, მაგრამ მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებს შორის არიან. და მეორე მხარეს, უამრავი ქვეყანა, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ნავთობისა და ბრილიანტების ზღვაზე დგას, მაგრამ მუდმივ სიღარიბეში იზირება. ეს რას გვეუბნება? რომ ცოდნა, დისციპლინა, შრომის ეთიკა, ანუ ის, რასაც ჩვენ ადამიანურ კაპიტალს უწოდებთ, ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი წიაღისეული. მაშ რა არის ეს ადამიანური კაპიტალი? მოდი უფრო მარტივად ვთქვათ. სოუელის ანალიზით, ეს არის გარკვეული კულტურული მახასიათებლების ერთობლიობა. ის საზოგადოებები, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ განათლებას, რომლებიც ზრუნავენ მომავლისთვის და ზოგავენ, სადაც შრომის მოყვარეობა ფასობს და სადაც მუდმივად მზად არიან ისწავლონ და დანერგონ უკეთესი მეთოდები, აი სწორედ ისინი იმარჯვებენ ეკონომიკურ რბოლაში. ეს არის უნარჩვევების ნაკრები, რომელიც სიმდიდრეს ქმნის. კარგი. წარმოვიდგინოთ, გვაქვს ხელსაყრელი გეოგრაფია და განათლებული შრომის მოყვარე ხალხი. საკმარისია ეს? არა, არსებობს მესამე, გადამწყვეტი საყრდენი, რომლის გარეშიც ის პირველი ორიც კი შეიძლება უბრალოდ ჩამოინგრეს. ეს არის პოლიტიკური გარემო, ანუ ის თამაშის წესები, რომლითაც ქვეყანა ცხოვრობს. და რატომ არის ეს ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? იცით, წარმოიდგინეთ, რომ კაპიტალი, ფული ძალიან მშიშარაა. ის ყოველთვის იქით მიედინება, სადაც თავს დაცულად გრძნობს. როდესაც მეწარმემ ზუსტად იცის, რომ მის საკუთრებას ვერავინ წაართმევს, ვერც მთავრობა, ვერც კრიმინალი, და რომ კანონი ყველასთვის ერთია, ის მზად არის არისკოს შექმნას ახალი ბიზნესი და დაასაქმოს ხალხი. აი ამ საძირკვლის გარეშე ჯანსაღი ეკონომიკა უბლალოდ ვერ იარსებებს. კარგი, ახლა როცა ეს სამი ძირითადი ფაქტორი გავიარეთ, გეოგრაფია, ადამიანური კაპიტალი და თამაშის წესები, დროა დაუბრუნდეთ იმ ყველაზე პოპულარულ თეორიას, რომლითაც დავიწყეთ. მოდით, სოუელის მსგავსად ემოციები ცოტასნით გვერდზე გადავდოთ და უბრალოდ ფაქტებს შევხედოთ. ნამდვილად არის თუ არა ექსპლუატაცია სიღარიბის მთავარი და ერთადერთი მიზეზი? სოუელი გვიჩვენებს, რომ სინამდვილეში ისტორია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს მარტივი ჩაგრული სურათი. ფაქტები ხშირად პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ნარატივს. მაგალითად, ბევრი უღარიბესი რეგიონი მსოფლიოში არასდროს ყოფილა ვინმეს კოლონია. ზოგიერთი ყოფილი კოლონია კი პირიქით დღეს მსოფლიოს ეკონომიკური ლიდერია. ეს გვაფიქრებინებს, რომ კოლონიალიზმსა და სიღარიბეს შორის პირდაპირი უნივერსალური მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, როგორც ჩანს, არ არსებობს და პასუხები სხვაგან, უფრო ღრმა ფაქტორებში უნდა ვეძებოთ. და აი მივედით სოუელის ანალიზის ყველაზე ძლიერ და ალბათ ყველაზე მოულოდნელ დასკვნამდე. ეს არის იდეა, რომელიც მთლიანად ცვლის ჩვენს პერსპექტივას ამ საკითხზე.
უბრალოდ დაფიქრდით ამაზე ერთი წუთით. ჩვენ ხომ მუდმივად ვსვამთ კითხვას, რატომ არიან ზოგიერთნი ღარიბები? სოველი კი გვეუბნება, რომ ეს ფუნდამენტალურად არასწორი კითხვაა. კაცობრიობა თავისი ისტორიის 99%-ის განმავლობაში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. სიღარიბე ჩვენი ბუნებრივი საწყისი მდგომარეობაა. ნამდვილი სასწაული, ნამდვილი ანომალია, რომელიც ახსნას საჭიროებს, არის არა სიღარიბე, არამედ სიმდიდრე. როგორ მოახერხა კაცობრიობის ნაწილმა ამ საწყისი მდგომარეობიდან თავის დაღწევა? აი ეს არის მთავარი კითხვა. ესე იგი, საბოლოოდ ყველაფერი ამ სამი საკვანძო ელემენტის სინთეზამდე დადის. სიმდიდრე არ არის შემთხვევითობა და არც ციდან ცვივა. ის იქმნება იქ, სადაც ხელსაყრელი გეოგრაფია, პროდუქტიული კულტურა და სამართლიანი თამაშის წესები ერთმანეთს ხვდება და ერთმანეთს აძლიერებს. ფაქტობრივად, ეს არის ფორმულა, რომელიც ისტორიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მუშაობს. სწორედ ამ ციტატით მინდა დავასრულო. ის გვიბიძგებს, რომ ჩვენი ფოკუსი გადავიტანოთ არა წარსულის ყენასა და გამუდმებულ დადანაშაულებაზე, არამედ იმ პირობების შესწავლასა და, რაც მთავარია, შექმნაზე, რომლებიც ყველა ერს კეთილდღეობისკენ გზას უხსნის. წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ ჩვენს ენერგიას მივმართავთ არა იმაზე კამათში თუ როგორ გადავანაწილოთ არსებული, არამედ იმაზე თუ როგორ შევქმნათ მეტი სიმდიდრე ყველასთვის.